სამშობლო დედის ძუძუ არ გაიცნები სხვაზე და ორი თქმილია ძმობილო მირჩევის ორსა თვალზე და არ გავცვლის ახსაკდეებსა უკვდავების ახეზე და არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე ბერძენი ხალხის ჩამოყალიბება დაიწყო ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის დამტვერით. შეიქმნა საერთო ბერძნული კულტურული ერთობა და გაჩნდა საერთო საკუთარი სახელი ელინები. საქართველოში ბერძნების პირველი დასახლებები გაჩნდა შავი ზღვის სანაპიროზე. ისინი ცდილობდნენ გეოგრაფიული სახელების მშობლიური სახელებით შეცვლას. მათ შეითვისეს ძველი ტრადიციები, კულტურის ელემენტები. მართლმადიდებელ გადმოსახედებად 19 საუკუნის 40-იან წლებში 12 სამრევლო დაარსდა. მათ დახვდათ მზა ეკლესიები, რომლებიც თავიანთ სამრევლო ეკლესიებად აქციეს.
საქართველოს ზოგიერთ რაიონში საცხოვრებლად გავრცელებული იყო მიწური ნაკვება. საქმიანობის დიდი ნაწილი საცხოვრებელ სახლში ოთაში მიმდინარეობდა. აქ თავისუფალ დროს იკეთებოდა ოჯახის ყველა წევრი მიწურ სახლში საყურებლად დადიოდა, სადაც პური ცხებოდა და თავისუფალ დროს მის გარშემო ხდებოდა ძალა. ოჯახის წელი ცხოვრება ოჯახის უფროსის მეთვალყურეობით მიმდინარეობდა, რაც საოჯახო თემის ტრადიციის დამახასიათებელი ნიშანია. ის იყო როგორც კარგი ხელმძღვანელი, ასევე მარჯვე მუშა. დიასახლისი კი ხელმძღვანელობდა ქალების შრომას, აცხოდა ამზადებდა საქმეს. კერასთან ის ოჯახის უფროსის პირისპირ ხდებოდა. სტუმრის შემოჭრისას დგებოდა, უთმობდა მას აზრის და გადიოდა ოთახში. დიასახლისი მიგრის სამუშაოებში მონაწილეობას არ იღებდა. საქართველოში მცხოვრებმა ბერძნებმა შემოინახეს ქალის ტალისამოსის ელემენტები. აღსანიშნავია ქალების მხრის კერდის ყურისა და ხელის მორთულობა. სამზარეულოს თუ გადავხედავ, საკვებიც არაერთგვაროვანი იყო. დიდრებს უფრო მეტი ხორციანი სათმელი ჰქონდათ. ღარიბები კი ველური ბალახი, ღიმითა და პავალიკით იკვებებოდნენ. ბალახს ინახავდნენ ზამთრისთვისაც. ეროვნულ ტრადიციულ საკვებს წარმოადგენდა ფაფახალისია. სასიმღეროდ თბილისი ქართულმა საროცავად სათაყვანო ებრაელები განდევნილი იქნენ თავიანთი ისტორიულ სამშობლოდან და სხვადასხვა ქვეყნებში განსახლდნენ, სადაც ცხოვრობდნენ განადგურების პერიოდში. ასეთ საფრთხეს არასოდეს ჰქონია ადგილი საქართველოში. ამჟამად საქართველოში 4000 ებრაელი ცხოვრობს. მცირე ნაწილი არის ჩვენთანაც შემორჩენილი ახალციხეში. საქართველოს ებრაელებმა ადრევე შეითვისა ქართული ენა და იმთავითო ეზიარა ქართულად და წესით დაზიანებული. ებრაელები, როგორც წესი, ერთად სახლდებოდნენ და ცდილობდნენ თავიანთი სინაგოგა დაეფუძნებდნენ. ყოველი ებრაელისა ჰყავდა თავისი მფარველი, მშვიდობიანობისა და დოვლათიანობის მცველი, რომელსაც მეზუზა ჰქვია. ძეგლობითაც ოჯახის ყველა წევრი საქმიან გახსნისას და დაბრუნებისას გარკვეულ რიტუალს აკეთებდა, რათა მადლობა უთხრათ მშვიდობიანებისთვის თავის გამჩენას. ებრაელთა სამზადაური განსაზღვრავს მათი პირობის ხასიათს. მას ყოველთვის ახლავს სამი ძირითადი ელემენტი: პური, ღვინო და მარე. საუკუნეების განმავლობაში თანაცხოვრება დიდი გავლენა იქონია მათ მოხალხეთა კულტურაზე, რაც ნაწილად ვრცელდება ებრაული ხორცშების დაკრძალვის, გროვის რიტუალებში. ტრადიციები საქორწინო ასაკად ქალის 16 და 16 წელი ითვლებოდა. ვაჟი კი 18 წლის შესრულების შემდეგ ოჯახდებოდა. რელიგიური ტრადიციების ერთგულება განაპირობა ისიც, რომ ქართველ ებრაელთა შესაძლებლობა ჰქონდათ საქველმოქმედო საქმიანობა, უსასყიდლო მომსახურება, სუსტვა, ობორთა, ლადაკთა დახმარება. ქართველ ებრაელთა ყოფაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კალენდარულ თუ რელიგიურ დღესასწაულებს. ებრაელები ქორწის კიდურში სამი მიწნას უწოდებენ. ქორწინებით ეძღვნება პატარძალი თავის მეუღლეს და ერთებიან წმინდა განუყრებულ ღვაწლად. ტრადიციული ქორწილის ძირითადად ღია ციხეში იმართება. მესე დედოფალს თავზე აფარებენ სპეციალურ ქსოვილს ხუფას, რაც ნიშნავს, რომ პატარძალი თავისი მეუღლის ოჯახის წევრი ხდება. საფრო პატარძალს ისე უკეთებს ოქროს ბეჭედს და წარმოთქვამს სიტყვებს: "ჩემი მომეწვენი მეუღლე ისრაელისა და მოსეს კანონის თანახმად." კედელშინის დამთავრების შემდეგ იმართება 7დღიანი საქორწინო ტრაპეზი, რასაც ყოველ საღამოს მოჰყვება ღვთისმსახურებელი შვიდწლის ლოცვა. ებრაელები ღვთისმსახურებელ მართლიერებას გამოხატავს, რადგან შექმნა ქალი და მამაკაცი და მათ სწორედ ქორწინება აერთიანებს.
სიკეთე ყოველი, სადა მიწაზე იმობენ, მშვიდობას და სიამეს, ვერ გაუდგავს ვერსად ფესვი, დავასა და სიავეს, კლის ზეთავზე ძველი ციხე, იდგა გმირთა ნაგები, რომ დაეცვა საქართველოს სილამაზე ნაკები, თიდან მთამდე განზიდულა, მისი მტკიცე იმედი, ოდინდელი იმედი და ელდა განუწყვეტელი.
სომხურ მოსახლეობის პირველი ფენა საქართველოში ჩვენ წელთაღრიცხვამ მეორე საუკუნის გამდენის გამოდის. ქართული სამეფო მმართველობა არ თუ პირდებოდა სომეხ მიგრანტებს, არამედ ქმნიდა პირობებს ქართველი და სომეხ მოსახლეობის პირობიანი თანაცხოვრების, იდეოდა სომხური ეთნიკური ელემენტების ინტეგრირებას. მე-16 საუკუნიდან ისგან შეუწყროებული სომხობა ტოვებდა სამშობლოს და უცხო ქვეყნებში აფარებდა თავს. ამასთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილი წერდა: საქართველოს სომხების ყველაზე უფრო ახლობელი ქვეყანა იყო, სადაც მათ თავისუფლად შეეძლოთ ცხოვრება. საქართველოში არცარქმეობრივი დევნა არ ყოფილა, რადგან საქართველოს შემოსავლით სომხებს სულ უფრო მეტი იმედი ჰქონდათ, რომ თუ გარემოება მათთვის შესაძლებლობა ადვილად დაბრუნებული სამშობლოში. სულებით ბუნებრივია, ისინი სახლდებოდნენ გასაკუთრებულ მიკუთხედში, რომელიც სომხეთის ახლობელი იყო და სადაც თავისუფალი სამსახური ადგილი მოიპოვა. სოფლად ცხოვრობს სომხურ მოსახლეობაში მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე იყო შემონახული ტრადიციული კოსტუმის ელემენტები, რომლებსაც თურქული და ქართული სამოსული ალკოჰოლი გავლენა იყო. ქალაქად მე-19 საუკუნეში ევროპულ ჩაცმულობას გადავიდა. სომხური კალენდარული დღესასწაულები ქრისტიანულ რელიგიას ატარებს, მაგრამ მრავალ წინარე ქრისტიანულ ელემენტსაც შეიცავს. ერთ-ერთი პოპულარული დღესასწაულია სუფსათისო. წმინდა სათისობა სომეხთა ეკლესიის წმინდანის სახით სიყვარულისა და ოცნების აღდგენას უკავშირდება. ამ დღეს ახალგაზრდები არიან კვესჭამი, რადგან ითვლება, რომ მის მოზიდობის სიზმარს წყალს მიაქვს, მის საბედო იზრდება. მე-20 საუკუნის დამდეგამდე სოფლებში მცხოვრები სომხებისათვის დიდი მრავალთაობიანი ოჯახები იყო დამახასიათებელი. ისინი ოჯახის უფროსად სიყვარულში დასავლდნენ. ოჯახიდან ათესაური გარემო მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახორციელო ციკლში. მთავარი ყურადღება ექცეოდა საერთოსა და სასახლეში სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას. მათი მშობლების თანათესაურებს ნაკლები ყურადღება ექცეოდა საქმროს ან საცოლის გარემოში. რასაც თვითონ ახალგაზრდები გადამჭრელ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ვაჟის ოჯახს მიჰქონდა ოქროს ბეჭედი, სამკაულები, ყვავილები, სასმელი. ქალის ოჯახი გამართავდა სულთას. ნიშანს საზღვრს სადედამთილო გადასცემდა და გადაცავდა. ერთ ბალიშზე დაბეჭდა განვალიდო. სომხურ ყოფაში სრულწლოვანი წყვილის ნიშნობის გარდა წინათ არსებობდა დაუღადებელ ბავშვთა ნიშნობა და აბაში ნიშნობა. მომდევნო ეტაპი იყო ქორწილი ჯერ ქალის, შემდეგ კი ვაჟის ოჯახში. ახალდაქორწინებულებს ასაჩუქრებდნენ და ხმამაღლა აცხადებდნენ. მირა საჩუქარი მოიტანა. ვაჟის სახლში ქორწილამდე ახალგაზრდები მიდიოდნენ ეკლესიაში ქვის დასაწყისად. ქალის სახლში ახალგაზრდები იპარავდნენ ლორდებს, რომლებსაც ვაჟის სახლში შესვლა ეთქვეშუდნენ და აღდგენდნენ. ქორწილების მეორე დღეს ახალგაზრდა ვაჟები სიძის ოჯახში ცეკვით მიიტანდნენ მზის, ჯეჰეს. სიძის მზადება გოგონას ოჯახში მისი დაბადებისთანავე იწყებოდა.
ფინელი თუ ინდოელი, ვინც გლეხია, ვინც მუშა, ვინც სიმართლის მძებნელია, საქართველო არ უყარდეს, ყოვლად შეუძლებელია. უკრაინელები უკრაინის ძირითად მოსახლეობას წარმოადგენენ. ლაპარაკობენ უკრაინულენით, რომელიც აღმოსავლურ სლავურ ენათა განეკუთვნება. ქართული უკრაინელი უკრაინის და საქართველოს შემოსავლად გამოჩენამდე გაცილებით ასე დაიწყო. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მე-19 წლის განშტოება. კიევის თავში იზიასკას გავხსნა. მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთი ომის დასრულების შემდეგ სამში ჯავახეთი და ბორჯომის ხეობა დაცარიებული იყო. მეომარ პეტრე შორის გადაგებული სამშვიდობო ხელშეკრულებით სამხრეთ რუსეთს გადაეცა. რუსეთის მედიარნა 1940 წელს უკრაინის ბოიკოტიდან 180 უკრაინელი კაზაკის ოჯახს საქართველოში გადასახლება უკრაინა. ალბათ ქვეშ კახეთის საბოლოოში ბორჯომის ნახვა. ახლოსში გახდა. ბორჯომი გამაგრებული ჯერ კიდევ უკრაინის ეკონომიკასაც პირველი უკრაინელი რუსეთის იმპერიის დეგმა ბორჯომისა და სამხრეთ ჯავახეთის გაუჩინის შესახებ ვერ გახორციელდა. საქართველოში ჩამოსახლებული უკრაინელები ქართულად ლაპარაკობდნენ. ადგილობრივ მოსახლეობაში გაეჭვნენ და მათი ეტაწესები გადაიჭრა. თუმცა გარკვეული გავლენა ქართველებზე უკრაინელებად მოახდინეს. სამხრეთ ჯავახეთში ქართლის კულტურა უკრაინელების დამკვიდრებულია. მე-20 საუკუნის დასაწყისში უკრაინელთა ერთნაკადი ჩამოასახლეს, მაგრამ ის შიმშილმა ეწყობა. დღეს უკრაინელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ, მათ შორის ახალციხის რაიონში, აწყლისა და თისებში. უკრაინეთის ძირითადი საქმიანობა საქართველოში იყო სოფლის მეურნეობა, ხისა და ქვის დამუშავება.